დღესაც განსაკუთრებული დღეა. დღესაც მოვიტანე ახალი სუნამოების მარაგები, რა თქმა უნდა, რაოდენობის მხრივაც და ასორტიმენტის მხრივაც დღეს უფრო მეტი იქნება. ეს ეკლაირის ხუთია, რა თქმა უნდა, გადახარისხების შემდეგ ამ ყუთში სხვა ლატაფებიც მოიქცა. მათ შორის ოპულენტ რედი, რომელიც გავს არმანი პრივე რუჯ მალახიც, არომატი ქალბატონებისთვის პრო იუნისექსია, ოპულენტ მასკი, რა თქმა უნდა, ეკლაირი, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლატაფა ქალბატონებისთვის და ასევე ეს კონკრეტული არომატი მამაკაცებისთვის, რომელიც გავს Yves Saint Laurent-ის Blue Electrics. ლატაფას ხამრას მარაგები, რა თქმა უნდა, ჩამოვიდა. აქ არის ამაზე ბევრად მეტია. ეს კონკრეტული ლატაფაც ჩამოგვივიდა და ასევე ეს კონკრეტული ზეპირად არ მახსოვს ამჟამად რომელს გავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩავწერ ვიდეოს ყველა მათგანს, რომელიც 2025 წელს არის დამზადებული, აქვს QR კოდი და აქვს 3D ჰოლოგრამა. 2024-ში დამზადებულებს კი მხოლოდ 3D ჰოლოგრამა. როგორც ხედავთ, აქ ფრანგული არომატებია, ბაირედო სუპერკედარი, რომელიც მარაგებიც ამოწურული, გვქონდა აზარო პურომი, პარფიუმზდემალი კავანი რაოდენობისთვის, პარფიუმზდემალის ლეიტონს ბევრი ელოდებოდით, 200 მლ-იანია ეს კონკრეტული. ასევე ნარცისო როდრიგესის ექსკლუზივ არომატები, საფრან მასკი და მეორე კი ფაჩული მასკი. სხვა ექსკლუზივ არომატებიც გვაქვს ნარცისოს ბრენდისგან, ინიციოს პარაგონი ნუ რაოდენობისთვის, ესეც ლალკი ეკრენუარ სპორტი, ესეც რაოდენობისთვის და ლანვინის ოქსიჯენ ქალბატონებისთვის, რომელიც დიდი ხანი არ გქონია. ასევე მივიღეთ ალექსანდრ ჯეის ის კონკრეტული არომატები, რომლის მარაგებიც ჰქონდა ამოწურული morning mask-ი, აქ არის ასევე silver ombre, golden oud და black mask-ი. ეს black mask-ი და ეს კი golden oud. ყველა მათგანი არის 100 მლ-იანი. ამის 30 მლ-იანების კომპლექტებიც გვაქვს წარმოდგენილი. დანარჩენი, რაც ამ ყუთებში აწყვია, არის მუდონის ტესტერები და მუდონები რაოდენობაში, ასევე ბოსი, საკმაოდ ძველი არომატი, პაკო რაბანის პაკო, ასევე გრიტი, ნოქტე მარაკს, კაროლინა ჰერერას შიკი და ელიზაბეთ არდენის მეხუთე ავენიუ, 75 მლ-იანი.